ეს ველოსიპედი ვაჩვენოთ? აჩვენეთ. წამოდი კან, მაგრამ ფრთხილად იყავით. წამოდი კან, წამოდი. რა სწრაფად იზრდება? რაც არ გვინახავს სიმაღლეშიც გაზრდილა. ოჩახი ბიჭია. შეერაზად. ისევ რამე ხომ არ აწუხებს. არა, ყველაფერი რიგზია. მადლობა ალლახს. ნეტა ჯანმრთელად იყოს. საავადმყოფოს პროექტის ნახაზები საბოლოოდ დავასრულე. წამოვიღე, რომ თქვენთვისაც მეჩვენებინა. ძალიან გამახარეს, შეჰრაზად. ასე თუ გააგრძელე მუშაობა პროექტს გაასწრებ. გავერთე დრო გამეპარა. უკვე გვიანია, ხვალ გააგრძელე. კარგი. ხვალ თქვენი კომპანიის საზღვარგარეთის პროექტების ფოტოები დამჭირდება. იმედი მაქვს არქივში დამეხმარებიან. რა თქმა უნდა. გზაშიც დავილაპარაკოთ. მე მიგიყვან. თქვენი შეწუხება არ მინდა, ზაფერბეი. დაცვას ტაქს გამოვაძახებინებ. რა შეწუხებაა, მელეკ? თან დავილაპარაკებთ. გთხოვთ. წამოდი, უკვე გვიანია. შენობა ერთ მთლიანობას წარმოადგენს, მაგრამ ორი შესასვლელი ექნება. ეს რა არის? ეს პოლიკლინიკის შესასვლელი. ეს კი მთავარი შესასვლელი. წარწერა, რომ აჰმედ ევლია ოღლუს სახელობისა ამ კარის თავზე იქნება? დიახ. მეტად დროზე დაიწყო ამის მშენებლობა გაგვაკლდა. ძალიან ლამაზი იქნება. თუ მოგეწონათ მერიას გადავუგზავნი, რომ განიხილონ. რას ნიშნავს თუ მოგვეწონა? ძალიან მოგვეწონა შვილო. ოჩახ შეჰრაზად. ამდენი საქმე გაქვს და დრო ამისთვისაც გამონახე. ეს საავადმყოფო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ მოვინდომე. უბრალოდ ქორწილისთვის მზადებას ბევრი დრო მეაქვს, ამიტომ გითხარი. გაზეთში წავიკითხე, სახლიც გიყიდიათ. გილოცავთ. მაგრამ სახლს კი არა, სასახლეს უფრო ჰგავს. ალბათ ქორწილის მერე გადახვალთ. განსაკუთრებული არაფერია, ფუსო, ჩვეულებრივი სახლია. ალბათ ჩემ ჟურნალისტებივით გასვიადება გიყვარს. არ ვაზრიადებ. ფოტოც ვნახე. ფასიც შესაფერისია. ამ საკითხზე ლაპარაკი რატომ მოგინდა, ფუსო? განსაკუთრებული რა ვთქვი, დედა? გაზეთში რაც წავიკითხე, ის გითხარით. ესე მოსმენა გინდა. სულ ერთია, თქვენ რაც გინდათ. მელეკ, თქვი რომელი მუსიკა გიყვარს და მოусმინოთ. ჩემთვის მართლა სულ ერთია. მაშინ სიჩუმე უკეთესია. მეც ასე ვფიქრობ. მშია? არა, არ მშია. მე კი ძალიან მშია. ტაქსით უნდა წავსულიყავი, დროდ ყველა დაგაკარგვინეთ. აქ ჩამოვა. ისიანიში იტალიური კაფე გაიხსნა. ბოტიშელე. ყოფილ ხარ? გემრიელ რავიოლის აკეთებენ. იქ წავიდეთ. მადლობთ, მაგრამ რავიოლი არ გიყვარს? საფერბეი. ღვინოც იტალიიდან ჩამოვაქვთ. სიცილიიდან. ძალიან კარგი ღვინოა, განსაკუთრებით წითელი. ნარწმუნებული ვარ მოგეწონება. 10 წუთში მივალთ. გთხოვთ, არ გინდათ, ზაფერბეი, არ გინდათ. ეს სულა დამთავრდება. ყველაფერს ხვდები? რა თქმა უნდა და მეშინია. გეშინია? რისი გეშინია? რომ ვერ გაუძლებ. შენ გონია მე არ მეშინია? მეც მეშინია. მაგრამ როცა ვერ ხედავ. მაშინ სახლში წადი, ზაფერბეი, გთხოვთ. ეს ყველაზე სწორი იქნება. მართალი ხარ? ნახვამდის. ბენო, შენი მშობლები სტამბოლში გადმოსვლაზე არ ფიქრობენ? არა. ლიბროში ცხოვრება მოსწონთ. სტამბოლში თუ ჩამოლენ, დიდი სიამოვნებით უმასპინძლებ. ძალიან გაუხარდებათ.
კარგი იქნება რა ქერემ. ხო. რურაგზე რამე ახალი ხომ არ გაგიგია. დაგირეკა? იმში. კარგად არის. გუშინ საღამოს დამერეკა. ბურაკი ისევ ისეთი ბურაკია. ანენებით არის. შენი მშობლები იქნებ ჩამოვიდნენ. რომ დაელაპარაკები უთხარი რომ სტამბოლში ველოდები. აუცილებლად გმადლობთ. თუ იცი ზაფხულში ბურაკი ჩამოსვლას აპირებს? არ ვიცი ქერემ. თუ ძალიან ღელებ დაურეკე და ვკითხე. დედა, ისევ მე უნდა დაურეკო? ქერემ, ახლა სხვა თემაზე ვსაუბრობთ. მაინტერესებს ბენოს მშობლებს როდის გაიცნო. რამეს ხომ არ ინებებთ? არა, გმადლობთ. დავიდეთ. ბავშვებო, ფრთხილად იყავით. დედა, ნახე ველოსიპედზე ვზივ. ოჯახთან. მე შენ უამრავ ველოსიპედს და მანქანას გიყიდი. შენს და გოგოებსაც. სასტუმრო ოთახში ველოსიპედით არ ამინდადის. გეყოფათ, წამოდით. თქვენი დაწოლის დროა. წამოდით. ბავშვები თამაშობენ ფუსუნ. დაანებეთ ავი, ცოტა მოგვიანებით დაწვებიან. არ შეიძლება დედა, ხვალ სკოლაში მიდიან. ამ დროს ბავშვს უნდა ეძინოს. წამოდით, ქან. მივდივართ. დედა, შეხრაზა, ცოტა ხანს კიდევ დარჩი. ნახვამდის, ქან, მოდი ხოლმე. გამომშვიდობისა შეხრაზად, მაპატია ბავშვებს უნდა მივხედო. ნახვამდის. მეც დავალ, ვიმეცადინებ. გამომშვიდობისა შეხრაზად. გამომშვიდობისა. მაპატია შეხრაზად. ამ ბოლო დროს ფუსუნი სულ განერვიულებულია. რატომ რამე მოხდა? უთხარი ნადიდე ხანიმ. შეხრაზათი უცხო ხომ არაა, ჩვენი შვილია. ალი ქემალი ისევ იმასთან ავიდა. ფუსუნი ისევ მიატოვა. სატყალი, ძალიან შემეწოდა. ასეა შეხრაზად. რაც დავთესეთ იმას ვიმგით. გმადლობ. მამა შენს არ უთქვამ შენი ნახვა რატომ უნდა? ისედაც ნათელია ჯანსო. მანქანის დაბრუნებას მომთხოვს. სხვა რა უნდა ვდეს? შენ უმერველობ. იწასვლას არ ვაპირებ. არ წახვალ? ერთი და იმავეს მოსმენა მომბეზრდა. წადი ალიქემა. მანქანა დაუბრუნე. რადგან დრობას ნულიდან ვიწყებთ, მანქანა მამაშენს დაუბრუნე. ასე ჯობია. ჯანსო. ადვოკატს დავურეკოთ. სახლიც გადაიფორმონ. მე არ ვინანოთ. არ ვინანებთ საყვარელო. სახლი და მანქანა დაბრუნოთ. ცხოვრება თავიდან დავიწყოთ. მხოლოდ მე და შენ. საოცარი ადამიანი ხარ ჯანსო. არც კი მჯერა. გამარჯობა ალი ქემალ ბეი. რამდენი ხანია არ გამოჩენილ ხართ? აქაც ბურჰან ბეი. აიღე მამა. ნებო, ეს რა არის? მანქანის გასაღები. ამის გამო არ დამიბარე? დაჯექი ალი ქემალ. მამა. ის ქალი ორსულად ყოფილა. მართალია? საიდან გაიგენ? სამთვენახევრის. ვიფიქრე წახვიდოდი.
დაისვენებდი. ცოტა გაერთობოდი და უკან დაბრუნდებოდი. მაგრამ შევწდი. ახლა ვასაპირებ შვილო. მოსულზე და შვილებზე არ ფიქრობ? განქორწინებაზე სარჩელი შევიტანე. ეს უკვე გარდაუვალია. ამის შემდეგ რა მოხდება იფიქრე? განქორწინებით ყველა პრობლემა მოგვარდება? ჩვენ რა გვეშველება? ფუსუნი და ბავშვები ქაისერში გავუშვათ? თუ შენ იმ ქალთან წახვალ, ფუსუნი კი ჩვენთან იცხოვრებს. რამე მითხარი ალი კემალ? მომავალში რა იქნება? არ ვიცი მამა. ახლა მხოლოდ ბავშვებზე ვფიქრობ. ამას ისედაც ხედავ. ალი კემალ, დაფიქრდი, ასე მარტივად ოჯახი როგორ დაანგრიე. ოჯახი? ყველა ქორწინება შენი და დედეს ქორწინებას არ გავს, მამა. მე ოჯახი არ მქონია, ძალიან კარგად იცი. გადაწყვეტილება უკვე მივიღე. კარგი, მაგრამ თავს როგორ გაიტანთ? ჩემს სიკვდილს ელოდები, რომ მემკვიდრეობა მიიღო? შენგან არაფერი მინდა, მამა. ნებისმიერ საქმეზე ვიმუშავებ. სიმდიდრეში სიკვდილს. სიღარიბეში ბედნიერება მირჩევნია. მეც მინდა ბედნიერი ვიყო, მამა. მინდა რომ შვიდი და ლამაზი ოჯახი მქონდეს. ქორწილში მართლა 1000 კაცი დაპატიჟე? 750 კაცი ოფიციალური წრეებიდან. შენი სია ნურჰაიათანიმს გადაეცი? ჩემი მხრიდან მხოლოდ 50-60 ადამიანი იქნება. მშობლები რომ არ მყავს, სიის ჩამოწერისას ძალიან მარტოდ ვიგრძენი თავი. ხომ გითხარი ასე ნულაბარაკობ მეთქი შეღრაზად? დეიდა შენი როდის ჩამოვა? კარგი იქნება ცოტა ადრე თუ ჩამოვა. დეიდა ჩემი ალბათ ვერ ჩამოვა, საწოლიდანაც კი ვერ დგება. თუ ხარ? ქორწილის მერე სტამბოლში ჩამოვიყვანოთ. სტამბოლში? ნო, სახლი დიდია. ჩვენთან ერთად იცხოვრებს, მომლევსაც დაუქირავებთ. ოლურ. როგორ გამიმართლა? შენ გაგიმართლა თუ მე? ქორწილის გამო საქმე სულ დაგვავიწყდა. ვიზარმაცებთ, საქმე შევუდგეთ. მორჰან ბეის ოჯახს ეპატიჟები? არ ვიცი. ჯერ ვერ გადავწყვეტე. შენი აზრით, მათი დაპატიჟება სწორი იქნება? არ ვიცი. წესით არ უნდა ვპატიჟებდე. მაგრამ ამ ბოლო დროს შენთვის მშობლები ვით არიან? ხო. ხომ მოგიყევი ბურჰან ბეის ქაანი როგორ უყვარს? ხო, ვიცი. ყველაფერს ნანობს. ისედაც ნათელია. არ ვიცი როგორ მოვიქცე. მგონი უნდა დაპატიჟო. მართლა? ხო. ბურჰან ბეი ჩვენი სიყვარულის მიზეზად იქცა. ვერ გავიგე. ბურჰან ბეის თავის დროზე ქაანის მკურნალობა რომ დაეფინანსებინა, ჩვენი სიყვარული აღარ იარსებებდა. ოლურთ ხო ვიზღამე არ. ჩვენი სიყვარული იმ ღამეს დაიბადა. იმ ღამის გამო საკუთარი თავი მძულს. შენ კი გახსენება აღარ გინდა, მაგრამ იმ საათებმა ულამაზესი სიყვარული გვაჩუქა. მაშინ დაიბადა ჩვენი სიყვარული და ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით. ვერიდე ნახე. ეს საბავშვო ოთახი რა ლამაზია. ამ ჟურნალს რა ჰქვია? შეჰრაზადს უნდა ვუთხრა. თუ მოეწონება ქაანის ოთახი ასე მოატყოს. შეხედე. მის ბავშვი შენ რატომ ფიქრობ ბეთულ? თვითონ მოაგვარებენ. რა მოხდა? შეჰრაზადის შვილია. ხო, შეჰრაზადის შვილია. ონურის შვილი კი არა. ვერიდე. ახლა მხოლოდ შეჰრაზადის შვილი აღარ არის, ქაანი ონურის ზედმეტი ხომ არ მოგდის ბეთულ? ეს თემა შენ არ გეხება და თავი შეიკავე.
ვერ გავიგე? მაპატია, მაგრამ ამ ქორწილში დიდი წვლილი შეიტანე. შენ რომ არ ჩამოსულიყავი, ონურს შეიძლება დაქორწინება არ ეფიქრა. მინდოდა მეთქვა შენ რომ არ დახმარებოდი მეთქი. ჩამოსვლა აქ არაფერ შუაშია. ნეზიჰე. სასტრაფოდ ჩემი ნივთები ჩაალაგე. ახლავე მივდივარ. ბეთულ სად მიდიხარ? თავი დამანებე. ბეთულ ხსოვდარჩი ფერი დეგეყოფა. არც ერთი სიტყვის გაგონება აღარ მინდა. გაიგე? აკუსტიკისთვის ახალი მასალა გამოგვიგზავნეს, თუ გინდა გადავხედოთ. კარგი. მეღრიბა ჰანიმს ელაპარაკე, ჩვენთან მუშაობას დაიწყებს. ჯერ არ მოლაპარაკია. რატომ? ამას სერიოზულად ამბობ? ხო. მეღრიბა ჰანიმის სამსახურში შენი ხათრის გამო არ ამხავს. რუსულის თარჯიმანი მართლა გჭირდება. ისინი ინგლისურად კარგად ვერ ლაპარაკობენ. ამიტომ მინდა მეღრიბა ჰანიმმა აქ იმუშაოს. მისმენ დეიდა. მედი მითხარე. რა ხდება? როგორ ხარ ონურ? დეიდა, შენი ხმა არ მომწონს. რა მოხდა? არაფერი. როგორ არა მოხდა? მითხარე. მოდრუმში ვბრუნდები. სამწუხაროდ თქვენს ქორწილში ვერ მოვა. შენ და დედა მიჩხუბეთ? არ გვიჩხუბია. მაგრამ ამჯერად გული ძალიან მატკინა. ძალიან. დეიდა, სად ხარ? ტაქსიში ვზივარ და აეროპორტში მივდივარ. დეიდა, გთხოვ რომ ჩემს სახლში წახვიდე. არა ონურ, ნუ დამაძალებ. უკვე ბილეთიც დავჯავშნე. არა უშავს. მინდა რომ ქორწილში იყო. თქვენს ქორწილში თუ არ ვიქნები უკეთესი იქნება. დეიდა, ჩემს სახლში წადე. პირდოს დაურეკავ და კართან დაგხვდება. ჩემი შვილებისგან ვერ გარჩევდი ონურ, უფრო მეტადაც კი მიყვარდი. დედა შენი კი გთხოვ. მაგრამ დეიდა, იცოდე ძალიან მეწყინება. კარგი შვილო. დროებით დეიდა. უკაცრავად, უკან ვბრუნდებით. აეროპორტში აღარ მივდივართ. რა მოხდა? დეიდამ და დედაჩემ მაიჩხუბეს. რატომ? ალბათ როგორც ყოველთვის, რამის ისულელეზე. მიზეზი მე ხომ არ ვარ. მართლა არ ვიცი, თან არ მიკითხავს. მაგრამ ის კი ვიცი, რომ დედაჩემ შხუბისთვის მიზეზი არ სჭირდება. რა მოხდა? თავს ცუდად ვგრძნობ. დედა შენმა და დედა შენმა ჩემ გამოიჩხუბა, შენ კი ამას მიმალავ. არ გიმალავ. შენ არაფერს გიმალავ და არც დაგიმალავ. თუ მე და დედაჩემი შენ გამოვიჩხუბებთ, აუცილებლად გეტყვი. კარგი? უკაცრავად შეგაწუხეთ. მოდი. მინდოდა მეკითხა საღამოს კონსულზე თუ მივდივართ. მე და ბენუ მილაპარაკეთ და გვინდა რომ მე იახტით წავიდეთ. კარგი, მაგრამ ჯერ სხვა საქმე მაქვს. არა უშავს. ბენუს მშენებლობაზე მიდის. ხუთზე ნავსადგურში შევხვდეთ. არ ვიცი, შეიძლება ვერ მოვასწრო. თქვენ წადით, მე მერე მოვალ. ახლა უნდა წავიდე. მოტა სადავდე. რას ეძებ? ინჟინერებისა და არქიტექტორების ასოციაციის გამოგზავნილ რაღაც დოკუმენტს. მგონი აქ იყო. საფირვეისთან საცვირი არ ქონდა? კი. გაუქმდა? არა. რატომ არ წახვედი? ერქანი გავგზავნე. ასეთ მნიშვნელოვან თათბირზე ერქანი გაგზავნე? ხო. რატომ? წასვლა არ მინდა ბენუ. რატომ? უბრალოდ არ მინდა. რა ხდება მელეკ? წასვლა რატომ არ გინდა? უკეთეს იქნება ზაფერბერის თუ აღარ ვნახავ. მიზეზი? ასე ჯობია. დეიდა. ხომ იცი, ეს არც პირველი ჩხუბია და არც უკანასკნელი იქნება. ისე იქცევი თითქოს დედაჩემს არ იცნობდა. ძალიან დიდი შეურაცხყოფა მომაყენა ონორ. ამას ჯობდა გავეგდე. თურმე მე რომ არ ჩამოსულიყავი, არ დაქორწინდებოდით. დედაჩემს შეჰრაზადის მიღება ისევ არ უნდა?
ყურადღებას ნუ მიაქცევ. ხომ იცი? ვინც არ უნდა შეგიყვარდეს, მაინც არ მოეწონება. ვიცი. კარგი დედა ჩემი დაივიწყე. ქორწილამდე ჩემთან იცხოვრებ. არა, ონურ. ხვალ ბოდრუმში დავბრუნდები. ლეიდა. ონურ, არ მინდა ტვისტად დაგაწვე. ლეიდა, რაღაცას გითხავ. ნეჯათის ქორწილისთვის რა გავაკეთე? როგორ რა გავაკეთე? ანუ ძალიან დაიღალე, ხომ ასეა? არც დამჯდარ ხარ. სულ რაღაცას აკეთებდე. ეს ხომ ბუნებრივია, ონურ. დედა ჩემი მხოლოდ პრობლემებს მიქმნის. ისეთი დედა მინდა ამ ბედნიერი დღეების მღელვარებას ჩემთან ერთად რომ გაიზიარებს. ასეთი შენ ხარ, დეიდა. კარგი შვილო. ყავა თქვენს მოგიტანეთ, ონურ ბეი. ახლა ვერ დავლევ პირდევს. უნდა წავიდე. თქვენ დალიეთ და ისაუბრეთ. დეიდას ოთახი გაუმზადენ. ჩვენთან დარჩება. ჩვენთან დარჩებით? ძალიან გამიხარდა. ახლა დაგტოვებთ. დროებით შვილო. გამარჯობა, ქერემ ბეი. გამარჯობა, შეჰრაზად. მოდი. ფრთხილად იყავი, ფეხი არ დაგიცურდეს. დალამაზი იახტა გქონიათ. მადლობ. აი ესაა ჩემი სახლი. ყველაზე ადრე მე მოვედი. ხო, სადაცაა ბენუს მამა. იალქნით წავალთ? მინდოდა, მაგრამ შეიძლება დაგვაგვიანდეს. ზრავს შევთავი, იალქანი იქნებ დაბრუნებისას გავხსნათ. გისმენ ბენუ. ჯანა, ქერე მაპატია, მაგრამ აგვიანდება. რატომ? შენებლობაზე რამე მოხდა? არა, გზებია გადატვირთული. დიდი დრო დავკარგე. ცუდია ბენუ. ვერ მოგვისრებ? ძალიან დამაგვიანდება. თანჯერ სახლში უნდა წავიდე და გამოვიცვალო. ოღონდ თუ ამ საცობს თავი დავახციე. დაგელოდებით. არ დამელოდოთ. 7-ზე ადრე ვერ მოვალ. თქვენ მაინც ნუ დააგვიანებთ. რით მოხვალ? საზღვაო ავტობუსით. იქ შევხვდებით. კარგი. ბენუ ჩვენთან ერთად ვერ მოდის. საცობშია. პირდაპირ კონსოლზე მოვა. ცუდია. კარგი, ჩვენ გავიდეთ. რა სიტყვი? კარგი. ეთულის მადლობელი ვარ, ძალიან ყურადღებიანია, მაგრამ ზედმეტად ღელავს. ხანდახან გამახიზიანებელია. შენ არ ღელავ? მხოლოდ იმდენად, რამდენადაც საჭიროა, მაგრამ ბეთულივით არა. ასეთი მღელვარება ზედმეტია. არ გეთანხმები, ფერიდე. ნოტა ქერემა დღესვე მითხრას, რომ ბენოს ცოლად ირთავს. რას ამბობს ევალ? იმედია მალე დაქორწინდება. იმედია. გინდა შენ მართო? რთული არ არის? არა, გამოგივა. მოდი. ჯიმშუქორას ხომ ხედავ? კურსი იქით აიღენ. საჭე ასე ატრიალე. კარგი. რა მომდის? რა თქმა უნდა. ახლავე მოვალ. მადლობ. გამომართე. მე უკვე მომშევდა. დაიჭირეთ. რა სიტყვი? გონი მართლა არც ის ერთულია. სხვა თუ არ ღილავს, ყველა შეძლებს. ო, მართალია. იმედეთ ბეცულჰანიმ. გმადლობ ფირდევს. შენთვისაც გაგეკეთებინა. დაჯექი. კარგი. ძალიან ლამაზი სახლი აქვთ. ძალიან. ალლაჰმა ბედნიერად აცხოვროს. ხელი მოუმართოს. ამინ, ამინ.
ონური ამ სტადიაზე ძალიან გაბრაზდა, ძალიან. ასეც ირამ როგორ უნდა მომხდარიყო. რატომ იკვლევენ სახლი რამდენად ეკიდა? თან შეჰრაზადთან იმის შვილსაც ახსენებენ. მართალია. ხალხი შეჰრაზადის შვილზე ლაპარაკს თავს თუ არ დაანებებს, ფერიდე სულ გაგიჟდება. ასე. ქორწილამდე ცოტა გადარჩა. დრო ცოტა, საქმე კი ბევრი. არ ვიცი ყველაფერს როგორ მოვაგვარებთ. მოვაგვარებთ, ნუღელავ. შეჰრაზად ონურზე გათხოვება როგორ გადაწყვიტენ? ონურს კითხე, მაგრამ არ მიპასუხა. რამ გადაგაწყვეტინა შეჰრაზად? თქვენც ფიქრობთ, რომ ერთმანეთს არ შევეფერებით? არა. არასწორად გამიგენ. ნაპატი. ვინ ფიქრობს, რომ ერთმანეთს არ შევეფერებით? თუ ისევ იმ სტადიაზე ფიქრობ დაივიწყე. ძალიან გთხოვ. შენი წვენება არ მინდოდა. სხვა რაღაც მაინტერესებს. ონურს ქალების არასდროს ჯეროდა. მისი შეცვლა როგორ მოახერხე? სიყვარულით. უსამართლობა. სიყვარულის მემჯეროდა. მაგრამ მოგებული ონური აღმოჩნდა. ციდან სამი ვაშლი შემოვარდა. ერთი შენ დაგეცა, ერთი ონურს, ერთიც თქვენ დაგეცათ ქერემბეი. ბენუს ძალიან უყვარხართ. ვიცი. რა ხდება? ძრავა გაჩერდა. ასე მიმიყურებ. არაფერი დამიშავებია. დეიდაშელი ძალიან მგრძნობი არია. ოდრომში ჩავიდა, დაგირეკა? თვითონ რატომ არ დაურეკავ? ონურ გამარჯობა. გამარჯობა დეიდასეო. დაბრძანდით. სხვები სად არიან? ისინი იახტით გამოვიდნენ. ალბათ მალე მოვლენ. ნუღელავ. აი მოვიდნენ. გამარჯობა. ბენუ, მარტო მოხვედი? ქერემი და შეჰრაზადი სად არიან? ერთად უნდა წამოსულიყავით, მაგრამ საცობის გამო დამაგვიანდა, გემით მოვედი. მეჯექენ. მადლობთ. დაღის? $500. ძალიან ძვირია. არა, რას ამბობ, ძალიან იაფია. არა. კარგი, $400. ხოლო ჩემთვის ბოლო ფასია. არა. ხო. არა. ხო, ძალიან იაფია. სონერ, ხომ კარგი ფასია? კარგია. კარგი შეთანხმება. კარგი. კარგი ქალბატონებო. ვაჭრობა გწოდნიათ. ოჯახ. მიდი შევფუთე. 1 2 3 4 კარგი? მადლობთ. თქვენს გმადლობთ, კიდევ მოგბრძანდით. წავედით, ძალიან იაფია. ესეც ასე. ისე 200 სავაროში, 200 ჯიბეში, არა? ეს საქმე უკვე ჩვენად გექცა. მაშინ იმიტომ გააკეთე, რომ დედა შენისთვის გაგეგზავნა. ახლა რა მოხდა? როცა ნაკადული მოდის, დოქი უნდა აავსო. მიზია ბურჰანმა რომ გაიგოს, შენი საქმე ცუდად იქნება. რამის ხომ არ ვაშავებ? ბურჰან მიზიას ფულს არაფერს ვაკლებ. განი ტურისტებს ატყუებ. რა მოხდა მერე? მაინც ხომ უნდა დახარჯონ? ქალბატონებო, აქეთ მოგბრძანდით.
რადგან ძრავა არ მუშაობს, სიალქნის მეშვეობით წავალთ. ადრე ასე გიმგზავრია? არასოდეს. ძალიან დაგვიანდება? ხო, ცოტა გვიან მივალთ. შეღრაზად. ნაპატიეთ ეხლა რომ გაწყენინე. არა უშავს. ხალხი თვლის რომ შვილის გამო ერთმანეთს არ შევეფერებით. ამას ძალიან განვიცდი. სისულელეა. ძალიან ბედნიერები იქნებით, ნამიჯერე. როგორ ველოდებით თქვენს գործელს? ცოტა გადარჩა. ონორია? ხო. ონორ გისმენ? ქერემ? სად ხართ? გზაში ვართ, მოვდივართ. შენი ხმა ცუდად ისმის, ხმა მაღლა მითხარე. რა? ძრავა გაფუჭებიათ, იალქნით მოდიან. გისმენ? ერთად თუ ვერ მოხვიდოდით, ეს გართობა რა საჭირო იყო. მუღელავთ მოვლენ. დააგვიანდებათ. როგორც იქნა. ხომ კარგად ხართ? კარგად ვართ. ახლა გამოიცვალეთ და წავიდეთ, გვაგვიანდება. დასაცმელი ახტაზე გაქვთ? გამომართვი. რად მინდა? ბავშვებს დაურეკე. უკვე გვიანია. არა უშავს. რადგან მამა შენმა გაგიგო, შეგიძლია ბავშვებს როცა გინდა მაშინ დაურეკო. მეტი დაურეკე. ფუსუნმა რომ მიპასუხოს. თუ ფუსუნი აიღებს გაუხდიშავ. მეტი დარეკე. Алло? ალქიმები? მამა. ერთი წუთით ბავშვებო ნელა. მამა. ვერ ვიჭერებ. ამდენს როგორ ბედავს? უკვე ფარულადაც აღარ ეკავს. იმ ქალის სახლიდან აქ როგორ ეკავს? ფარულად რატომ უნდა დარეკოს? ეს მისი სახლიც არის. თუ მისი სახლია, აქ რატომ არ ცხოვრობს დედა? მის იმ ქალთა ცხოვრების უფლება მიეცით და ამიტომ თავისუფლად რეკავს. მალე იმ კახპასთან ერთად სტუმრადაც გვეწვევა. თქვენ კი ტაშს დაუკრავთ. ფუსუნ ნორმალურად ილაპარაკე. მე ვილაპარაკო ნორმალურად. ვერ გავიგე, თქვენ რანაირი მშობლები ხართ? ალიქემეს ყველაფერი აპატიეთ და ახლა მეც მაჩუმებთ. მეტი აღარ შემიძლია. არ ვიცი შევძლებ თუ არა. შეძლებ. თავარია რომ რუსული ძალიან კარგად იცენ. გმადლობთ. შეგიძლიათ ამ წერილის თარგმნით დაიწყოთ. ბენიაპი ჰოლდინგის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს. გმადლობთ რომ ნიჟნი-ნოვგოროდსა და კემეროვოში 3 თუნელ სამი გვირაბის აშენებით დაინტერესდით. იმედია შემდგომშიც ვითანამშრომლებთ. ხედავ, უკვე გამოგივიდა. გამომივიდა. მორღაიათანი, ცოტა ხნით შემოდით. აკაური გრაფიკი თქვენ თვითონ შეადგინეთ. ქანის საყვანა სახლის საქმეები. ამის მიხედვით დაგეგმეთ. დიახ, ონურბეი გისმენთ. მორღაიათანი, მიჰრიბან ჰანიმ სამუშაო ადგილი აჩვენეთ. ახლავე წამობდანდით, უკაცრავად. გთხოვარ შემარცხინო. როდის მივდივართ? დედა შენი მოვიდეს და მერე. დედა ჩემი არ მოვა. მინდა რომ მარტო გნახო.
ბურჰანბეი გაბრაზდები, მაგრამ მართლა გულმავიწყი გახდი. ახლა რაღა დამავიწყდა? მიჰრიბან ჰანიმის საქმე. ო, მართალი ხარ. სულ დამავიწყდა. რატომ იცინი? ვერ ვიჯერებ. დას. საიდან სად მოვედით? ქორწილამდე ცოტა გადარჩა. დას მაპატი. გამარჯობა შეჰრაზად. როგორ ხარ? გმადლობ, თქვენ როგორ ხართ? კარგად, გმადლობ. მიჰრიბან ჰანიმის საქმის გამო გაწუხებ. არა უშავს, მაგრამ არ იფიქრო რომ დამავიწყდა. მიჰრიბან ჰანიმისთვის ყველაფერი მზადაა. შეუძლია მუშაობა ახლავე დაიწყოს. გმადლობ ბურჰანბეი, მაგრამ მიჰრიბანმა ბინე აფიში დაიწყო თარჯიმნად მუშაობა. მართლა? როდის? დღეს. ძალიან გამახარე შვილო. კარგი ამბავია. გმადლობთ. ონორბეი როგორაა? აქ არის. კარგადაა. ჩემგან მოკითხვა გადაეცი შვილო. ნადიდე ჰანიმმაც მოეკითხა. ბურჰანბეი მოგეკითხა. ჩემგანაც მოეკითხა. გმადლობთ. აღარ მოგაცდენ შეჰრაზად, ნახვამდის. რას ამბობთ ბურჰანბეი, ნახვამდის? შეჰრაზად. ბურჰანბეის ქორწილზე შენ თუ არ დაპატიჟებ, იცოდე მე დავპატიჟებ. ხედავ, უკვე დაგვაგვიანდა. არა უშავს. თავარია რომ მუშაობა უკვე დაიწყო. მიჰრიბან ჰანიმი კარგი ადამიანია. გეთახმები. ხოჭა ონორბეის. მიჰრიბან ჰანიმიც არ დაივიწყა. შეჰრაზათი მასთან ბედნიერი იქნება. ბურჰანბეი, შენი აზრით, ქორწილში დაგვპატიჟებენ? ეს როგორ შეიძლება ნადიდე ჰანიმ? ყოფილ დედამთილ მამამთილს ქორწილში რა უნდა? არ შეიძლება, მაგრამ შეჰრაზათი ძალიან ლამაზი პატარძალი იქნება. მინდა რომ ვნახო. თუ დაგვპატიჟეს წახვალ? რა თქმა უნდა. იმისთვის რომ შეჰრაზათი საპატარძალო კაბაში ვნახო. თავის დროზე ვერ ვნახეთ. დამნაშავეები ვართ. შეჰრაზადს რამე უნდა ვაჩუქოთ, არა? ვაჩუქებთ, ისე როგორ შეიძლება. უკვე ჩვენი საკუთარი შვილია ნადიდე ჰანიმ. ისევ ღელავს? უკვე დაიწყო მუშაობა და მშვიდდეს. ისევ ღელავს ონურ. გუში ღამე დაწოლის წინ ბავშვებით გაამზადა ჩანთა. დილით კი 6 ადგა. ძალიან კარგი. მიხარია საქმის ასე რომ უდგება. სკოლაში წასვლა არ მინდა. უნდა წახვიდე ქან. სკოლაში ახალ რაღაცებს ისწავლი. სკოლა არ მიყვარს. ძალიან გთხოვ, არ წავალ რა. დეიდა ჩემი, აქ არის ჩემ გვერდით. ბოდრუმში როგორ გავუშვებდნენ? ხომ კარგად არის. ძალიან. შეჰრაზადს ელაპარაკები? მოიკითხე. უთხარი რომ მომენადრა. მოგიკითხა და მომენადრაო თქვა. მეც მომიკითხე. ჩემ მაგივრად აკოცე. უკვე ვაკოცენ. ამდილა ადრიანეტა ვინ მოვიდა? მიჰრიბან ჰანიმს გადაეცინ მიღელვებს. აზრი არ აქვს, უკვე რამდენჯერ ვიხარი, მაგრამ ეშინია რომ თავში ირთვე. რა სისულელეა?
ქებეჰანი მილამშვიდობის პირდებს გამარჯობა მეთულჰანიმე აქ არის ზემოთ არიან ონურბეიც არ დასულა გამოგართმევთ არა გმადლობ მე ავიდა კარგი მოგწანდით სახლი თითქმის დასრულებულია რამდენიმე წვრილმანი გადარჩა მოსაგვარებელი თუ გინდა წავიდეთ და ვნახოთ ძალიან მიხარი ალაჰმა გავედნიეროთ ხიარულება იწყება რა მოხდა დედა ჩემი მოვიდა კარგია შეჰრაზად ბაგიმშვიდობები ჰოლდინგში შევხვდებით კარგი დროებით გამარჯობა გამარჯობა რადგან თქვენ არ მოპატიჟებით საუზმეზე ღვეზელები ვიყიდე და თვითონ მოვედი კარგი გიქნია დედა პირდავს დედას წებში მოუტანე ახლავე მივდივარ კან დედა შენთან ერთად უმუშაობ სკოლაში თუ არ წახვალ როგორ მოვიქცე სამსახურში არ წახვი და პარკში გავისეირნოთ შვილო სკოლაში წასვლა რატომ არ გინდა არ მინდა სკოლა არ მიყვარს კან მომისმინე დღესაც წადი და მერე მითხარი რატომ არ გიყვარს ახლა გვაგვიანდება უნდა ვიჩქაროთ მედი საყვარელ ხო მიდი რა მოხდა ნადიდეჰანიმ შეჰრაზადის საჩუქრის საყიდლად მივდივართ რაზე დარდობ არ დარდობ ცოტა ჩავფიქრდი ნუ დარდობ ჩვენი შეჰრაზადი ძალიან კარგ პატიოსან ადამიანზე თხოვდება მასზე სანერვიულო აღარ გვექნება ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ მართალი ხარ თუ ქორწილში წასვლა გინდა არ არის ამბობ ჩვენ როგორც საჭიროა ისე მოვიქცევით კარგია საჩუქარს რომ ყიდულობთ ხო ბურჰანბე გეთახმები მაგრამ უკეთესია ფუსუნმა არ გაიგოს თორემ კიდევ რამე მოხდება რას ამბობ ნადიდეჰანიმ ფუსუნის შიშით უნდა ვიცხოვროთ ამასაკში ვერავინ მეტყვის როგორ უნდა მოვიქცე მით უმეტეს ამას ფუსუნი ვერ გააკეთებს ახლა გაიღიმე ნადიდეჰანიმ ისე რომ შენმა თვალებმაც გამიღიმონ და გამახარონ ბურჰანბე ისევ ცხელია მივთვით გმადლობ პირდებს გადაიღებე თუ ეს ღვეზელი ხომ გიყვარს შვილო შენ სამსახურში ისევ დადიხარ ქორწილამდე რამდენიმე დღე დარჩა რა ვქნა დედა საქმე არ იცდის ქერემს გადააბარე მე თუ უთხარი რამე ხო სამსახურში წასვლის მაგივრად ქორწილის საქმეები მოაგვაროს რადგან ეს თემა მე არ მეხება აღარ ვინტერესდები ჩემი საქმე არ არის ასე არ მითხარი ფერიდე მე თუ ხო ხომ იცი შენი წვენინება არ მინდოდა შენ ასეთი ხარ ფერიდე ჯერ ადამიანს აწვენინებ მერე კი ამბობ არ მინდოდა მართლა არასწორად გამიგე ყველაფერი სწორად გავიგე ნუ მაიძულებ შენი ნათქვამი ონურთან გავიმეორო დედა საჭირო არ არის ვფიქრობ ბოდიში უნდა მოგვიხადო თქვენ შენს დას იმიტომ რომ აწყენინებ მე კი იმიტომ რომ შეჰრაზადი ვითომ მიიღეს სინამდვილეში კი თავს გვეჭვენებდი ასე არ ყოფილა შვილო დამიჯერეთ კარგი ითხოვთ მაპატიეთ მაგრამ ორივემ არასწორად გამიგეთ რა თქმა უნდა ყველაფერი ჩვენი ბრალია შენ ყოველთვის მართალი ხარ მაგრამ შენი შვილის ხათრით აღარ გავაგრძელებ მალე მის ყველაზე ბედნიერ დღეს ვიზეიმებთ ხომ ასეა ონურ
ესეც ლამაზია, მაგრამ ჩვენ ალმასით ან ბრილიანტით გვინდა. ალმასი? ახლავე. ალმასით ალბათ უფრო ძვირი იქნება. დიახ, ალმასი ყველაზე ძვირფასი გვაქვს. მას არ აქვს მნიშვნელობა. ალმასით გაწყობილი გვინდა. გვაჩვენებთ? რა თქმა უნდა, ახლავე. ფულის გულუხვად ხარჯვა დაიწყო ბურჰანბეი. ნადიდეანი, ჩვენი ქალიშვილისთვის. ყველასთვის ასე არის ხარჯები ბურჰანბეი. რა თქმა უნდა, მხოლოდ მათთვის, ვინც იმსახურებს, შენთვის და შეჰრაზადისთვის. როგორ მინდა რომ ეს შეჰრაზადის ყელზე ვნახო. ერთხელ ჩვენთვის გაიგეთებს და გვაჩვენებს. მაგრამ ქორწილში მინდა ვნახო. მოსაწვევები პოსტით გამოგზავნა? არა, კურიერმა მოიტანა. მერე ტელეფონი დარეკა. მე და უნურ ძალიან გაგვეხარებთ თუ მოყავთო. მაშინ რო უთხარი არ მოვალთო. რას ამბობ? ასე უცებ ხომ არ ვეთხოვდი. სხვა რამეზე გადავიტანე ყურადღება. უნური მოვიკითხე. მერე კი ვუთხარი რომ ჩვენი მისვლა ქორწილში მიზანშეწონილი არ იქნება. მაგრამ მაინც დაიჟინა. მართლა უნდა რომ მივიდეთ. დოგნებო ჯერეს ნახეთ. საუკეთესო სამკაულებია. ბურჰანბეი, ნახე როგორი ლამაზია. საოცრება. შენ ამბობ რომ სახლში უკვე ყველაფერი მზად არის? რა თქმა უნდა. ასე უცებ ყოჩახ. ყველაფერი მოვაგვარეთ დედა. მხოლოდ ქორწილს გაველოდებით. ნახვა თუ გინდა და ჩვენს გაჩვენებდით. ძალიან მინდა. ყველა ერთად წავიდეთ. რა სიტყვი ბეთუ? შეჰრაზადის სახლს რას უპირებთ ონურ? ალბათ ეგეც მოვაგვარეთ. მოვაგვარებთ დეიდა. ახალი ავეჯი შეჰრაზადმა უკვე შეერჩია. თაფლობის თუ რომ გვექნება სახლში გადაიტანენ. მიხრიბან ჰანიმზე რა მოიფიქრეთ? ამ თემაზე თუ ვილაპარაკეთ? რა თქმა უნდა, მიხრიბან ჰანიმი ჩვენთან ერთად იცხოვრებს. მართალია, სულელები გითხრა. რაც უნდა იყოს ქაანის ძიძა. მიხრიბან ჰანიმი ქაანის ძიძა არ არის დედა. ქაანისთვის მეორე დედაა, რომელმაც ბავშვი სიცოცხლე დაუბრუნა. მაგვიანდება, მე წავალ. დარმატებულ დღეს გისურვებ, შვილო. მადლობ დეიდა. ნახვამდის თავს გაუფრთხილდი. როგორ თუ ბინიაპიდან მიდიხარ? ასეთი სისულელე ჯერ არ მსმენია. მამაშენის დაფუძნებული ჰოლდინგიდან როგორ მიდიხარ? გადავწყვიტე. ძალიან ადვილია. ერთი ხელმოწერა უნდა. შვილო, დაუფიქრებლად იქცევით, ან უსაფუძვლო მიზეზით. საკმარისია დედა. გითხარ რომ მივდივარ მეთქი. ჰოლდინგი ვის დარჩება? ბურაკს დაურეკე, მან იმუშაოს. შეიძლება კითხო ისევ ბურაკზე რატომ საუბრობთ? გეყოფა დედა. შენც ხომ ეს გინდა? სისულელეს ნუ ამბობ. ბურაკი ჩემ ადგილას იმუშავებს. მე კი წავალ. ქერემ, ეს სისულელე დაივიწყე, გონცმოდი. ჰოლდინგიდან ვერ დახვალ. დედა კიდევ ვერ ხვდები? ვეღარ უძლებ, აღარ შემიძლია. ქერემ, რა დაგემართა? ცუდად ხარ? დედა. ძალიან ცუდად ვარ. მალე მოვკვდები დედა. ონურის და შეჰრაზადის სიყვარულის ყურება აღარ შემიძლია. რა გემართება ქერემ? რა ხდება შვილო? არ მითხრა რომ რამე სისულელის გაკეთებას აპირებ. იმიტომ მოვდივარ რომ რამე სისულელი არ გავაკეთო დედა. დედა. გამიგე გთხოვ. ვეცადე რომ მათ სიყვარულს შევგუებოდე. ჩემ თავს ვეუბნებოდი რომ შეჰრაზადმა მე კი არა ონური აირჩია. შეჰრაზადმა ონური აირჩია, გესმის? ონური აირჩია დედა.
მაგრამ არ გამომივიდა დედამ. არ გამომივიდა გესმის? შეჰრაზადი ვანურის სოლი რომ გახდება ვეღარ გაუძლებ. კერიმ ძალიან მეშინი. ძალიან მეშინი. ვიცი რომ შენი აზრით ძალიან ფიცხი ვარ ბეთულ. ფიცხი? ყველას გულს ვტკენ. მაგრამ შემდეგ ვნანობ. შენს გაწყენინე. სისულელე გითხარი, შენ რომ ჩამოხვედი ასეთი რამე იმიტომ მოხდა მეთქი. მაპატიე. მიხარია რომ ჩამოხვედი. ვიცი რომ შეგნებულად არ გითქვამს. თავს ვერ იკავებ. ჩემ ბავშვობიდან ასეთი ვიყავი. გაბრაზებული ყველას გულს ვკერდი ფერიდე. რატომ? არ ვიცი. ასეთი ხასიათი გაქვს ფერიდე. ძვირფასო. შვილა. არ ვიცი რა გითხრა. ქორწილში წარმოვალ. რა? მაგრამ არავის უთხრა. ონურმა არ გაიგოს. არ მინდა ქორწილამდე რამეზე ინერვიულოს. ონურმა რას ამბობ ქერემ? საუკეთესო მეგობრის ქორწილში თუ არ მოხვალ, ხალხი რას იტყვის? რას იფიქრებს? რას ამბობ დედამ? ძალიან უბედური ვარ მეთქი, შენ კი იმაზე დარდობ ხალხი რას იტყვის არა? მენუ მენუზე არ ფიქრობ? ონური როცა მიყურებს ვიცი რასაც ფიქრობს. რას ფიქრობს? ალბათ ნატრობს მისი დედა შენ იყო. შენ ჩემზე მეტად უყვარხარ. რას ამბობ ფერიდე? ეს როგორი ფიქრე? არ გეგონოს რომ ამას განვიცდი. მიხარია ჩემზე მეტად შენ რომ უყვარხარ. ფერიდე, რაზე ლაპარაკო? ჩემ შვილს ნეჯატს ჩემზე მეტად შენ რომ უყვარდე, არ ვიცი რას გავაკეთებდი. ამით მაინც ვერაფერს მიაღწევდი ბეთულ. შეიძლება, მაგრამ სხვანაირად ვერ მომიქცეოდი. რამეს გავაკეთებდი? ნეჯატს ჩემზე მეტად მე რომ უყვარდე, მაინც რას გააკეთებდი? რას გავაკეთებდი? ძველებურად პატარა ბავშვით მკაცრად ვცემდი. დეიდა დედის ადგილს როგორ დაიკავებს? დედა სულ სხვა. არ მინდა ონურს გული ვადგინო. მაგრამ რატომღაც სხვანაირად არ გამომდის. ჩემ შვილს ბრძოლ ვარ. ონურმა იცის როგორ ძლიერად გიყვარს. უდარდო. მაგრამ სიყვარული უნდა დაანახო ფერიდე. გვარძლიანი ნუ იქნები. ვიცი, ასეთი ხასიათი რატომ გაქვს? მამამ ბავშვობაში ძალიან გაგანებივდა. ბეთუ. დამშვიდდი. ყველაფერი რიგზეა ჯანსელხანი. სანერვული არაფერია. რამე ხომ არ გაწუხეთ? არა ეკიმო. გულის რევამაც გამიარა. კარგია. ოღონდ სულ მოძრაობს, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება. რადგან ასე მოუსვენარია, ძალიან აქტიური ბიჭი გეღოლებათ. ბიჭია? ბიჭია, ჯერ არ მithქვამს? ჩვენც არ გვიკითხავს. Hay Allah, sürprizi karşı. İkine vergin dedat rom gagigod. Söyledim sanıyorum. Megona gitxarit. Önemli değil de. Ara uşavs. Bir yanlışlık. İmediye marklabici. Önemli olan sağlık. Tavaraya camkteli iqos. Skesam nişmeloba. Ne fark eder? Bence de. Getanxmebit.
Şimdi çok güzel. როგორ გიხდება ჩემო პატარა? ანგელოზ გავხარ. Bebek gibi oldu. ეცმი ხდება დედა. შენც ანგელოზი ვითხარ. İkiniz de ორივე დედოფლებს გავხართ. დედა მორჩა. bitmedi. გაჭერდი არ დამუმთავრებია. წამოდი ბებიასთან მივიდეთ. ჯერმე. გოგოებო. ორწილამდე ვაჩუქოთ. Bakalım. ნახოთ. Gücü vardır. ახლა ბევრი საქმე ექნება. ნუ შევაწუხებ. Bir münasebet. დრო რომ ექნება მერე ვაჩუქოთ. Nasıl olmuş şimdi? ბებია მიხდება? ბუკეთ, ბურჯუ, ხომ გითხარით კარზე? ბებია ეს ადგილი სულ ქვემოთ იწევს. Dede, güzel პაპა გიხდება? ძალიან ლამაზები ხართ. bu gösterinin ამ წარმოდგენისთვის როგორ აგვირჩიეს იცი? sınıftaki ყველას მძინარე მზეც უნახავის როლის თამაში უნდოდა. ჩვენმა ერთმა კლასელმა დაიჟირა მძინარე მზეც უნახავს მე ვითამაშებო. მაგრამ არ გამოვიდა. მე მასწავლებელმა მძინარე მზეც უნახავის როლის შემსრულებლისთვის კონკურსი მოაწყო. seçme. ხო, ბებია. მე მასწავლებელმა გამოაცხადა, რომ ერთ წარმოდგენაში მე, Dedi bir göster. მეორეს კი ბურჯუ ითამაშებს. Nasıl da? რა სიტყვით, მამა? Torunlarını მოგწონთ გოგოები? ძალიან. შესაბები ორივეს ძალიან უხდება. აი ჩემი გოგოები. ჩემი გოგოები. სამყარო რასისულელეს ამბობ. თუ დარჩები საკუთარ თავზე პასუხს არ აგებ, უკადარი რადის ნებისყოფა არ გაგაჩნია გერემ. გერა სამი გონი ჯობია ექიმთან წახვიდე. ჰაშიბრიკ ყველაფერს როგორ მიატოვებ? საქმის, ოჯახის, ჟენუს წინაშე პასუხისმგებლობა გაგისრია. ბენუია კარში რა პასუხისმგებლობა? ბენუს უკვე უთხარე? ძალიან არ მithქვამს, ვეტყვი. ნიდის რას ეტყვი? რომ დრო ამოიწურა და უნდა მიატოვო? გორწილის მერე გადავწყვეტ. ბენუ ძალიან ცოდოა კერემ. მილიორო ვიცი მე ერთ თავი დამანებე. ben de biliyorum beni. მეც ვიცი რომ ბენუს უდად ვექცევი. ნიც მაშინ დაივიწყე რასაც ფიქრობ. მე ბიჭო გამარჯობა. გამარჯობა. Nasılsın? როგორ ხარ მე ერთ? ne olsun bebeğim. ზარებურად ბენუ. მადლობ. კერავისგან მოვდივარ. Delirdi. წარმოგიხსენია ჩემი კაპა მზად არ არის. ქორწილამდე კი რაღა დარჩა. ამდენი ნერვიულობა ერთი კაპისთვის რა საჭიროა ბენუ? sanki sen თითქოს შენი ქორწილია. ვერ გავიგე. მოასწრებენ ბენუ. სანერვიულო არაფერია. hayatta daha ne der? ცხოვრებაში იმდენი პრობლემაა, შენ კი კაპაზე ღელავ. ქერემ, დადაგემართა. ასე რატომ იქცევი? yine inan. ისევ დაიჯერა. her seferinde ყოველ ჯერზე ასე ხდება. şaka ვიხუმრე ბენუ. ვიხუმრე. მართლა ვერ ასწრებენ შეკერვას. სულ ასე ხდება ბენუ. ბოლოს მაინც მოასწრებენ, ნუ ღელავ. არქშია? ერთად ვისაძილოთ გინდა? მონი გაიმძრა. Hareketli beni აქტიური ბიჭია. მამამის დაემსგავსა. Adın ne? გადავარქოთ ალიქემა. მოიფიქრე? შენ. ჯანსავ. მინდა რომ ჩვენ შვილს აჰმეთი გავარქვათ. რა სიტყვე? დირი კარგი. Güzel. მამაზე სახელია. Peki senin için ეს სახელი რატომ აერჩიე? ჯანსავ. აჰმეთი. ჩემიც მის სახელია, რომელიც ვერ დავაფასებ. ჯანსავ. აჰმეთს გული ძალიან ვადგინე. მის ცოლსაც. Sanki ასე მგონია, onun adını ჩემ შვილს მის სახელს თუ გავარქმევ მაპატიებს. gibi geliyor. ჩემ ალიქემა, ჩემო ძვირფასო. Ahmet. აჰმეთი. Ahmet. აჰმეთევლია უხლო. Meyve getir. ხილი მოგიტანე.
არ მინდა ნადიდეანი. Biraz gayrı. უნდა ჭამო ბურჰანბეი. Ağzın tap. შენთვის საჭიროა. ეს აღარ მადარდებს. დედა, ქორწილში წახვალთ? არა, შულო, როგორ წავალთ, ლამაზი არ იქნება. თუ ასე ის სამკაული ზატო მიყიდეთ. Canım. საჩუქარია. მე კი ქორწილში მხოლოდ ეს მაჩუქეთ. ერთი წელსაბამი, სამაჯური, საყურე და ბეჭედი. მაგრამ ალმასი არც ეს არ ქონია. O zaman. მაშინ ყველაზე კარგი იყო უსულ. თან თვითონ აირჩიე. საოცარია. თქვენი ვაჟის სოლი მე ვარ. მაგრამ ალმასებიანი სამკაულები ხვის რძალს უყიდეთ. ეს ნორმალურია დედა? უსულ გაჩუმდი. თქვენად ლაპარაკობ. თქვენმა შულმა მიმატოვა. თქვენ კი ეს არ გაწუხებთ. მალე სამკაულებს ალიქემალის საყვარელს უყიდით. უსულ მისმინე. ტყუილს ვამბობ მამა. ალიქემალი კახბასთან ცხოვრობს, თქვენ კი ხმას არ იღებთ. მალე ახაც გვესტუმრება. ეს გადარჩა. გეყოფა საკმარისია. ამ სახლში ყველა სიმშვიდე დაგვიგარგე. ან ადამიანურად ცხოვრება ისწავლე, ან ქაისარში დაბრუნდი. საკმარისია. სერიოზულ კომპანიამ ბინიაფის საქმიანი წინადადება შესთავაზა. ვერ გავიგე რა წინადადება. ალმა-ატაში ახალი სავაჭრო ცენტრის აშენება. მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. ქერემბეისთვის გაფრთხილების წერილი ორჯერ გაუგზავნიათ. მერე? ტენდერში მონაწილეობას ვეღარ მიიღებთ. სხვა კომპანიასთან გააფორმეს შეთანხმება. აქ ქერემბეისთვის გამოგზავნილი წერილიც არის. აი, ინგლისურ ენაზეა. მადლობ მიიღება ჰანი. მადლობ. გერემ. ალმა-ატას სამშენებლო კომპანიას არ უნდა დაკავშირებოდი? ხო, რა მოხდა? შენგან პასუხს რამდენი ველოდნენ? გამოვისყდა. დღეს დავრეკავ. უკვე გვიუნია, სხვა კომპანია იპოვეს. ამ ყაზახებს ხომ ვერ ენდობენ? ეს არაფერ შუაშია, კერემ. ჩვენი ბრალია. შენთვის რამდენჯერმე მოუწერიათ, ცალკე რუსულად, ცალკე ინგლისურად. რატომ არ უპასუხე? ონურ, გეთქო რომ არ გააკეთე და მე მივხედავდი. ონურ, ამ საქმის აღება ხომ მაინც არ გვინდოდა. მაშინ თავიდან მე უარი უნდა გეთქვა. რას აკეთებ? არაფერს. კერემ, რას აკეთებ? არაფერს, ონურ, არაფერს. კერემ, რა დაგემართან? დაფლობის თუ რომ მექნება შენზე უნდა ვიდარდო? სულ უნდა დირექტ გამოწმო, რომ რამე არ დაგავიწყდეს. აიში ალბათ აქ არის. აქ უნდა იყოს. აქ არის. უკაცრავად. შეიძლება დავჯდე. ჩემთან მოსვლო, როგორ გაბედე? არ გეყო რაც გააკეთე. აიში. მეგობრებს ასე რატომ ეკცევი? მეგობრებს? სერიოზულად ამბობ, თქვენაერ მეგობრებს მირჩევნია მტრები მყავდეს. ვიცი, ჩემზე გაბრაზებული ხარ, მაგრამ სამსახური გიშოვე. შეხვედრა დღეისთვის დაგენიშნე. ფინანსური განყოფილების კოორდინატორი იქნები. აფრიკაინაგის კომპანიას დავუკავშირდით. ზეინებმა ბევრი იწვალა. დღეს 4 საათზე გელოდებიან. არ მჯერა. ვინც კიდევ რა ჩაიფიქრე. ხო, აიშე, ძალიან ვწუხ ხარ.
რომ ცოდნოდ ასე მოხდებოდა, ამას არ გავაკეთებდი. ხო. მართალია, ძალიან განიცადა. ამ სამსახურისთვის ბევრი იწვალა. გელოდებიან მეც კი არ გესმის? ახალი სამსახური გექნება. თან ისინი ბინიაფიური ძუნწები არ არიან. მანქანასაც მოგცემენ. სერიოზულად ამბობთ? რა თქმა უნდა. სამსახურის გარეშე ვინ დაგტოვებდა? ხომასია, ხო? Teacher, მოდი. ჩვენთან ერთად ვერ ითამაშებ. ოპა. ნაკან. გასაკეთე. მეგობრები ხართ. ერთად ითამაშეთ. მაგრამ ქანი კარგად ვერ თამაშობს. კარგად ითამაშებს. მიდის ბავშვებო, ხელი მკრა. არა ქან. და ქანი შენი მეგობარია. ალბათ შემთხვევით მოხდა. ხილად, არ ჩამოვარდე. არა. ხილად. პროექტის სამინისტროში გადაგზავნეთ? დიახ, დიდი ხანია პასუხს ველოდებით. პასუხს ერთ თვეში გავიგებთ. მაშინ მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყოთ. დაახლოებით როდის დავიწყოთ ონურბე? გაფლობის თვიდან დაბრუნების შემდეგ დავიწყოთ. როდის დაბრუნდებით? ჯერ არ გადამოწყვეტია, მაგრამ ალბათ აგვისტოს ბოლოს ჩამოვალთ. ამდენი ხანი დავრჩებით? ხო. გამარჯობა მეგობრებო. გამარჯობა ზაფერ. დრო გააქვთ? აუ, მნიშვნელოვანი არაფერია, მოდი. გამარჯობა. დავას გაუძლებს? შუს საუკეთესო გნებავთ მე ამ მოდელს გირჩევთ. სამწლიანი გარანტია აქვს. გარდა ამისა განმუხტვაც არ ხდება. ამის გარანტიას მაძლევთ? თქვენი აკუმულატორიც კარგია. ოკეანეში აპირებთ გასვლას. სავარაუდოდ გავალ. როგორც ჩანს დიდი გეგმები გაქვთ. დიახ. ალბათ მსოფლიოს მოვივლე. ალბათ ონურბეის ქორწილის შემდეგ წახვალთ. როგორც კი მზად ვიქნები, მაშინ ვაპირებ გასვლას. ონურბეი რას ამბობს? ონურმა ჯერ არ იცის. ახლა შენ. ლელა. სააგენტოდან პრეზენტაციისთვის ჩვენთან უნდა მოვიდნენ. გეგმებთ აქ გამოგზავნით. არა, რა საჭიროა. თქვენთან მოვიდნენ. ბინიაფიდან მელექი დაესწრება. მაგრამ მე სხვა საქმე მაქვს. აკუსტიკური მასალის ფასები მოგვაწოდეს, გინდა ნახო? რა თქმა უნდა. მაშინ ჩვენ წავალთ. წამოდი მელექ. ნახვამდის ზაფერ. Magic melek. ჩემი აზრით ნორმალურია. ესეთი დავურეკო. დაურეკე. Tamam. კარგი. Kerem is არის ბენუ. რამდენიმე საათია არ ჩანს. Bilmiyorum. არ ვიცი. ცოტას გავივლი ასე მითხრა. ჩემზეა გაბრაზებული. რა მოხდა? ალმაატას პროექტის დაკარგვის გამო ვეჭხობე. ალბათ ამიტომ. რას ამბობთ? ალბათ გადაიღალა. ალო?
დიახ, სიბელჰანიმ. არა, არ წამოგიყვანია. როგორ? სიბელჰანიმ, რას ამბობთ? ქანი სკოლაში არ არის? მიგვირს საცობი რომ არ არის. დათვირი ხუთზეა. ჯობია სადმე ყავა დავლიათ, დრო ბევრი გვაქვს. ჯობია ოფისში წავიდეთ. ძალიან ადრეა. ჯერ არავინ იქნება მისული. იქ რატომ დაველოდოთ? ნახე რა კარგი ამინდია. არა, ონურ, შვილი მაპოვნინე, გთხოვ. კარგი შეღრაზეთ, დამშვიდდი. შეღრაზეთ, გთხოვ, დამშვიდდი. ვერ დამშვიდები. ნორაიეთანი პოლიციაში ატყობინე, ჩვენ სკოლაში მივდივართ. ახლავე ონურ ბეი. წამოდი შეღრაზეთ, წამოდი. რა მოხდა? ქანი დაიკარგა, სკოლიდან დარეკეს. სადროზე წარსაყვანად ეძებს და ვერ იპოვეს. სერიოზულად ამბობ? საფირბეი. მელეკ თქო, ვიცი რასაც მეთქვენ. მეთქვი რომ არასწორად ვიქცევით და რომ ეს სიყვარული ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. მართალია, თქვენ იცით რომ ასეა. ვიცი. მაგრამ თანახმოვარ. ამას ნუ ამბობთ. ცოლი ყავთ და 2 ქალიშვილი. ამით ჩემთვის ცხოვრება მთავრდება. სიყვარულს წინ ხომ ვერ აღუდგებენ. თხოვთ. მელეკ, არ გესმის რომ უშენო ცხოვრება არ შემიძლია. დამუდმებით შენზე ვფიქრობ. მელეკ, შენ და მე არაფერს ვგზნობ. არ ფიქრობ ჩემზე. ასე რომ იყოს ამ თემაზე არ ვილაპარაკებდით. თუ ასეა. ადამიანს ყოველდღე ხომარ უყვარდება. ეს იშვიათად ხდება. სიყვარულზე უარი რატომ თქვათ? შედეგი მტკივნეული იქნება. მე თანახმოვარ. ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დავუშვი. აღარ მინდა იგივე გავიმეორო. შეცდომა არ დამიშვია. მაგრამ ახლა ერთად დავუშვათ შეცდომები. ზუსტად ასე იქნება. თქვენ სულ მოატყუებთ ტელეფონი, სულ გამორთული გექნებათ. ამას მე მოვაგვარებ. ონურია. ალო. ისმენ ონურ. როგორ თუ გაქრა? ახლავე წამოვა. ბოლოს მეგობრებთან ერთად ბაღში თამაშობდა, ამის შემდეგ აღარავის უნახავს. ეს როგორ დაუშვით, ანიმ, როგორ? ეს რა სკოლა? ბავშვი როგორ დაიკარგა? ამ სკოლას დავახურინებ. გთხოვთ ონურ ბეი, დამშვიდით, ძალიან წუყვართ. იმედია კარგად არის. აკოფნა საჭირო აღარ არის ონურ ბეი. პოლიციამ ძებნა უკვე დაიწყო. მისმინეთ ბავშვი გაიტაცეს. შეგიძლიათ ამიხსნათ ეს როგორ მოხდა? გადაცემა ერთ-ერთი ვერსიაა. შეიძლება თვითონ გაიქცა. ზოგჯერ ბავშვები ასე იქცევიან ხოლმე. თქვენი შვილის ფოტო ყველგან ყოფილებას გადავეცით. ბავშვს ეძებენ. თქვენი ტელეფონების მოსმენაც დავიწყეთ. თუ გნებთ ოფისში დაბრუნდით, დაცას მოგამაგრებთ. თუ რამე შევიტყვით, გაგაგებინებთ. თხოვთ ქანი იპოვეთ. დამშვიდდი შეღრაზად. დამშვიდდი. იპოვეთ. საჭმელი არ მოგეწონა დიდეხანი. არა, გემრიელია. რა მოხდა? რაზე ფიქრობ? ალი ქემალი მომენატრა. როდის ნახავ? დაურეკე თუ მოგენატრა. მიდი დაურეკე. შვილო. დედა. ალი ქემა. დედა როგორ ხარ? ბავშვები როგორ არიან? კარგად. შენი ხმის გაგონება მინდოდა, შვილო, ძალიან მომენატრე. მეც მომენატრე. ზანას როგორ ხარ? კარგად დედა, ძალიან კარგად. დედა, ალბათ უკვე იცი, მამა გეტყოდა. რა? ბები, ბავშვი? ვიცი.
ჯამრთელი შვილი ყოლოდე ჩვილო. დედას სქესი უკვე გავიგეთ. ჯინსიეთ სქესი? ხო. ბიჭია. აჰმედ დავარქნათ. აჰმედ ევლიაოღლუ. რა მოხდა? ბავს აჰმედ არქმევენ. აჰმედ ევლიაოღლუ დაიბადება. შეჰრაზად, ცოტა დატყნარდი, ხო, ყველაფერი კარგად იქნება, ცუძე არ იფიქრო. ონურ. ბავშვი იპოვეთ? შეჰრაზად. შეიძლება ისო ჯელილ ქარაბაშის გაკეთებული იყოს. ჯელილ ქარაბაშზე გაქვთ ეჭვი? შეიძლება. მაფიას უკავშირდება, ბინიაფის მტერია. ჯერ შეჰრაზადთან იმსესროლეს. შემდეგ ანკარაში ჩვენს მუშებს თავს დაესხნენ. როგორც თითქოს საკმარისი არ იყო ონურსაც ესროლეს. ონური მოგიყვებათ. სტატია ჩვენს ხორციელზე. შეიძლება გამოსასყიდის გამო გაიტაცეს. გამოსასყიდის? ხომარტალებს ონურბეი. მაგის დრო არ არის ნურჰაიათანი. შვილო გზაზე სიგარეტსა როგორ შეიძლება? შენი მშობლები სად არიან? მე სახლში მივდივარ. სახლში მიდიხარ? ოჯახ. წამოდი სახლში მე წაგიყვან. არ წამოვალ. მაგრამ აქ მანქანა დაგეჯახება შვილო. ალაჰმა დადიფაროს. წამოდი. გავგიჟდები. ამ არამზადებმა ბავშვი როგორ გაიტაცეს? ონურ. დამშვიდით ხო? როგორ დამშვიდე ზაფერ? იმ არამზადებს თუ ჩვენთან აქვს საქმე, მე მელაპარაკონ. ჩემი შვილისგან რა უნდათ? მოიცადე ონურ. იქნებ ყველაფერი სხვაგვარად არის. შეჯამე შვილო. შეერი იქნება. მე კი სახლში წავიდეთ. დედას მინდა დაურეკო, მისი ნომერი ვიცი. რა ჯგუფი ბავშვი ხარ? ოჯახ შვილო. ჯერ ეს ჯამე და მე დაურეკოთ. დედას მინდა დაურეკო. დაურეკავთ. მაგრამ ანგარიშზე არ მაქვს. ეს შეჯამე მე სახლში წავიდეთ და იქიდან დაურეკოთ. არ მინდა, დედას მინდა დაურეკო. მაშინ სახლში წავიდეთ, დაურეკოთ, მოვიდეთ და წაგიყვანოს.